მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ვიცოდი ყველაფერი გია ჭანტურიას შესახებ, ამბობს ირაკლიმ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ფინანსური მდივანი, რომლის ხელები დღესაც კანკალებს, როცა ის 30 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. მაგრამ ის, რასაც ვნახე 1999 წლის დეკემბერში, ჩვენი შიდა სალაროს საიდუმლო ოთახში, სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვინ იყო ეს ადამიანი და საიდან მოდიოდა ის უზარმაზარი თანხები, რომლებიც პარტიას აფინანსებდა. რას ხედავდა ეს ადამიანი, რაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ინახავდა ჭანტურია ორმაგ ბუღალტერიას? ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ხამის საათებში ჩამოდიოდნენ პარტიის ოფისში და ატარებდნენ შავ ჩანთებს? დღეს საღამოს სამი ყოფილი წევრი, რომლებიც ჭანტურიას ფინანსურ წრეს ეკუთვნოდნენ, პირველად საუბრობენ იმ საიდუმლოებებზე, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ინახავდნენ. მათი გამოცხადებები სრულიად შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, რომ იცით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფინანსების შესახებ. 1992 წლის მარტი. თბილისი ჯერ კიდევ ცხოვრობს საბჭოთა რუბლით, ხალხი რიგებში დგას პურისთვის, ხოლო პოლიტიკური პარტიები იბრძვიან გადარჩენისთვის. უმეტესობა მუშაობს სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში, ბინების სამზარეულოებში, ხშირად ელექტროენერგიის გარეშე. მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია განსხვავდება. მათ აქვთ ოფისი რუსთაველის გამზირზე, სამსართულიანი შენობა, რომელიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის კულტურის სახლი იყო. აქ მუშაობს 30-ზე მეტი თანამშრომელი, ყველას აქვს ხელფასი, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი იყო. პარტიას აქვს საკუთარი სტამბა, რომელიც ბეჭდავს ათასობით ფლაიერს და გაზეთს კვირაში. აქვს ავტომობილები, რომლებიც რეგიონებში მიდიან აგიტაციისთვის. აქვს საერთაშორისო ტელეფონის ხაზები, რაც იმ დროს ფუფუნება იყო. ყველა კითხულობს, საიდან აქვთ ამდენი ფული? გია ჭანტურია თავად პასუხობს ამ კითხვაზე ლაკონურად და ბუნდოვნად. ჩვენ ვიღებთ შემოწირულობებს პატრიოტებისგან, ამბობს ის ჟურნალისტებთან ინტერვიუში. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები გვეხმარებიან. დასავლური დემოკრატიული ფონდები გვიჭერენ მხარს. მაგრამ ეს პასუხები არ აკმაყოფილებს არავის. რომელი პატრიოტები? რომელი ემიგრანტები? რომელი ფონდები? კონკრეტული სახელები არასოდეს ხმაურდება. ფინანსური ანგარიშგება არასოდეს ქვეყნდება. პარტიის ბიუჯეტი დახურული საიდუმლოა, რომელსაც მხოლოდ 3 ადამიანი იცნობს, თავად ჭანტურია, მისი მოადგილე ირაკლი ბათიაშვილი და ფინანსური მდივანი, რომელიც დღეს პირველად საუბრობს. გია მითხრა, ფული არის ძალა და ძალა უნდა იყოს საიდუმლო, იხსენებს ირაკლიმ, ის არასოდეს არ მითხრა, საიდან მოდიოდა ყველა თანხა. მე მხოლოდ ვანაწილებდი მათ იმ მიზნებზე, რომლებსაც ის მითითებდა. მაგრამ 1992 წლის ზაფხულში რაღაც იცვლება. პარტიის ფინანსები უეცრად იზრდება. თუ გაზაფხულზე ყოველთვიური ბიუჯეტი იყო დაახლოებით $2000, ივლისში ის ხდება 10,000. აგვისტოში 15,000. სექტემბერში 20,000. ეს არის უზარმაზარი თანხები იმ დროისთვის, როცა საშუალო ხელფასი საქართველოში არის $5 თვეში. პარტია იწყებს ახალი ოფისების გახსნას რეგიონებში. ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში. ყველგან იქირავებენ საუკეთესო ფართებს, იდულობენ ავეჯს, აღჭურვილობას, კომპიუტერებს. ჭანტურია იწყებს საზღვარგარეთ მოგზაურობას ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბონში. ის ფრენს ბიზნეს კლასით, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო ქართველი პოლიტიკოსისთვის. ის ცხოვრობს საუკეთესო სასტუმროებში, ხვდება მაღალჩინოსნებს, ატარებს ძვირადღირებულ კოსტიუმებს. ყველა ამჩნევს ამ ცვლილებას, მაგრამ არავინ ბედავს პირდაპირ კითხვას დასვას. ერთხელ 1992 წლის სექტემბერში გია დაბრუნდა ბონიდან, იხსენებს თამარკ, პარტიის ყოფილი პრესმდივანი. მან მოიტანა 2 დიდი ჩემოდანი. ჩვენ ყველამ ვიფიქრეთ, რომ წიგნები იქნებოდა ან დოკუმენტები. მაგრამ ის პირდაპირ წავიდა თავის კაბინეტში და კარი ჩაკეტა. მეორე დღეს ირაკლი ბათიაშვილმა მითხრა, რომ ჩემოდნებში ფული იყო. ბევრი ფული. ის არ მითხრა რამდენი, მაგრამ მისი სახე ისეთი იყო, თითქოს რაღაც წარმოუდგენელი ენახა. რამდენი ფული იყო იმ ჩემოდნებში? ვინ მისცა ეს თანხა ჭანტურიას გერმანიაში? რატომ მოიტანა ის ფულს ნაღდის სახით, ბანკური გადარიცხვის ნაცვლად? და რატომ არავინ არ იცოდა ამის შესახებ, გარდა 2-3 ადამიანისა? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, 1992 წლის შემოდგომიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ხდება ყველაზე მდიდარი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში. ოქტომბერში პარტია იწყებს ახალ პროექტს, ეროვნული რადიოს შექმნას.
ეს არის ამბიციური გეგმა, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ინვესტიციებს. საჭიროა აღჭურვილობა, სტუდია, გადამცემი, ლიცენზია. ჭანტურია ამბობს, რომ ფული მოვა საერთაშორისო პარტნიორებისგან, მაგრამ კონკრეტულად არავის ასახელებს. პროექტი იწყება, მაგრამ უეცრად ნოემბერში ის ჩერდება. არავინ იცის რატომ. ირაკლიმ იხსენებს, გია მითხრა, რომ ფინანსირება შეჩერდა, რადგან ჩვენი პარტნიორები არ იყვნენ კმაყოფილი ჩვენი პოლიტიკური ხაზით. მე ვკითხე, რომელი პარტნიორები, მაგრამ მან არ მიპასუხა. მან მხოლოდ თქვა, ზოგიერთი რამ უკეთესია დარჩეს საიდუმლოდ. რა პოლიტიკური ხაზი არ მოეწონათ ამ საიდუმლო პარტნიორებს? რა მოითხოვდნენ ისინი სანაცვლოდ ფინანსირებისა? და რატომ დათანხმდა ჭანტურია შეწყვიტოს პროექტი, რომელიც მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო? 1993 წელი იწყება ახალი ფინანსური ტალღით. იანვარში პარტია იღებს თანხას, რომელიც საშუალებას აძლევს მას გახსნას 10 ახალი რეგიონული ოფისი ერთდროულად. თებერვალში ისინი იწყებენ ახალი გაზეთის გამოცემას, ეროვნული გზა, რომელიც გამოდის კვირაში ორჯერ, 40,000 ეგზემპლარით. მარტში ჭანტურია ყიდულობს ახალ შენობას თბილისის ცენტრში, რომელიც გახდება პარტიის ცენტრალური შტაბი. ეს არის 4-სართულიანი შენობა ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის ღირებულება იმ დროს არის დაახლოებით $100,000. საიდან აქვს პარტიას ასეთი თანხა? ჭანტურია ამბობს, რომ შენობა შეძენილია კოლექტიური შემოწირულობით, მაგრამ არავითარი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც ადასტურებდა ამ შემოწირულობის წყაროს. მე ვიყავი იქ, როცა გია ხელს აწერდა შესყიდვის ხელშეკრულებას, იხსენებს გიორგით, პარტიის ყოფილი იურისტი. მან გადაიხადა მთელი თანხა ნაღდი ფულით. მე ვკითხე, საიდან აქვს ამდენი ფული და მან მითხრა, ეს არის ჩვენი მხარდამჭერების ნდობის შედეგი. მაგრამ მე არასოდეს ვნახე არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ამ მხარდამჭერების არსებობას. შენობის შეძენის შემდეგ იწყება რემონტი, რომელიც გრძელდება 3 თვე და ღირს კიდევ $30,000. პარტია აღჭურვავს ოფისებს ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, კომპიუტერებით, ფაქსებით, საერთაშორისო ტელეფონის ხაზებით, კონდიციონერებით. ისინი ქირაობენ გენერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიას ელექტროგათიშვების დროს. ისინი აწყობენ საკონფერენციო დარბაზს 100 ადამიანზე, სადაც ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები და ლექციები. ყველაფერი ეს მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს, რომლის წყარო რჩება საიდუმლო. ერთხელ ვკითხე გიას პირდაპირ, საიდან მოდის ყველა ეს ფული, იხსენებს ნინორ, პარტიის ყოფილი აქტივისტი. მან დამიცინა და მითხრა, ნინო, ზოგიერთი კითხვა უკეთესია დარჩეს დასმული. როცა მოვიგებთ, ყველაფერი გახდება ცხადი. მაგრამ ახლა უბრალოდ ენდე მე და იმუშავე. მაგრამ რატომ უნდა ყოფილიყო ეს საიდუმლო? რას ფარავდა ჭანტურია? და რატომ არ სურდა მას, რომ მისი უახლოესი თანამშრომლებიც კი ეცოდინათ ფინანსების წყარო? 1993 წლის გაზაფხულზე საქართველოში იწყება ეკონომიკური კრიზისი. ინფლაცია აღწევს 1000%-ს. ხალხი კარგავს და ნაზოგებს. კომპანიები იხურებიან. პოლიტიკური პარტიები იწყებენ თანამშრომლების შემცირებას, ოფისების დახურვას, აქტივობების შეზღუდვას. მაგრამ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია არა მხოლოდ არ ამცირებს აქტივობას, არამედ აფართოებს მას. ისინი იწყებენ ახალ კამპანიას საქართველოს ქართველებისთვის, რომელიც მოიცავს მასობრივ მიტინგებს, კონცერტებს, საჯარო ლექციებს. ყოველი ასეთი ღონისძიება ღირს რამდენიმე $1000. პარტია იხდის ტრანსპორტს, რომელიც ხალხს რეგიონებიდან თბილისში მოჰყავს მიტინგებზე. ისინი იხდიან მუსიკოსებს, რომლებიც ასრულებენ ეროვნულ სიმღერებს. ისინი ბეჭდავენ ასობით 1000 ფლაიერს და პლაკატს. ყველაფერი ეს მოითხოვს ფულს, ბევრ ფულს, და ეს ფული მოდის საიდღაც, მაგრამ საიდან, არავინ იცის. ივნისში 1993 წელს მე მქონდა საუბარი გიასთან, რომელიც შეცვალა ჩემი მთელი წარმოდგენა მის შესახებ, იხსენებს ირაკლიმ, ჩვენ ვისხედით მის კაბინეტში, გვიან საღამოს, და ის მითხრა, ირაკლი, მე მაქვს საიდუმლო, რომელიც არავის უთქვამს. ჩვენი პარტია არის ნაწილი უფრო დიდი გეგმისა, რომელიც შეცვლის საქართველოს. მაგრამ ამ გეგმის წარმატებისთვის საჭიროა ფული, ბევრი ფული, და ეს ფული მოდის ადამიანებისგან, რომლებიც გვჯერათ. მაგრამ ამ ადამიანებს არ სურთ, რომ მათი სახელები გახდეს ცნობილი, რადგან ეს შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ და ჩვენ. მე ვკითხე, ვინ არიან ეს ადამიანები? და გია მითხრა, ზოგიერთი მათგანი არიან საზღვარგარეთ, ზოგიერთი აქ საქართველოში. ზოგიერთი მათგანი არიან ბიზნესმენები, ზოგიერთი პოლიტიკოსები, ზოგიერთი უბრალოდ პატრიოტები, რომლებსაც სურთ დაინახონ თავისუფალი საქართველო.
მაგრამ ყველა მათგანი მოითხოვს ერთ რამეს, სრულ კონფიდენციალურობას. რატომ მოითხოვდნენ ეს ადამიანები კონფიდენციალურობას? რისი ეშინოდათ? და რა იყო ის უფრო დიდი გეგმა, რომელზეც ჯანტურია საუბრობდა? ივლისში პარტია იწყებს ახალ პროექტს, ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალი თაობა შექმნას. ეს არის სტრუქტურა, რომელიც უნდა მოიზიდოს სტუდენტები და ახალგაზრდები პარტიის რიგებში. ორგანიზაციას აქვს საკუთარი ბიუჯეტი, $5,000 თვეში, რაც იმ დროისთვის უზარმაზარი თანხაა. ისინი აწყობენ უფასო ტრენინგებს, სემინარებს, ექსკურსიებს. ისინი იხდიან სტიპენდიებს საუკეთესო აქტივისტებისთვის. ისინი აგზავნიან ახალგაზრდებს საზღვარგარეთ, სასწავლო ვიზიტებზე. ყველაფერი ეს ფინანსდება პარტიის ბიუჯეტიდან, მაგრამ ამ ბიუჯეტის წყარო რჩება საიდუმლოდ. მე ვიყავი ახალი თაობის პირველი კოორდინატორი, იხსენებს დავითს. გია მითხრა, რომ ფული მოდის საერთაშორისო ახალგაზრდული ფონდებიდან, მაგრამ როცა ვთხოვე კონკრეტული ინფორმაცია, რომ შემეძლო ანგარიშგების მომზადება, მან მითხრა, რომ ეს არ არის საჭირო. ის თქვა, შენ უბრალოდ იმუშავე პროგრამაზე, ფინანსურ საკითხებს მე მოვაგვარებ. რატომ არ სურდა ჯანტურიას ანგარიშგების მომზადება? რას ფარავდა ის? და რა იყო ნამდვილი მიზანი ახალი თაობის შექმნისა? აგვისტოში ხდება რაღაც უჩვეულო. პარტიის ოფისში ღამის 2 საათზე ჩამოდის 2 უცნობი მამაკაცი. ისინი ატარებენ შავ კოსტიუმებს და შავ ჩანთებს. ისინი პირდაპირ მიდიან ჯანტურიას კაბინეტში და რჩებიან იქ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. შემდეგ ისინი გადიან ისევ შავი ჩანთებით, მაგრამ ჩანთები ახლა უფრო მსუბუქი ჩანს. მე ვიყავი ღამის მორიგე იმ ღამეს, იხსენებს გიორგი, პარტიის ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი. მე ვნახე ეს 2 კაცი. ისინი არ ესალნენ, არ წარმოდგნენ არაფერი. ისინი უბრალოდ შევიდნენ და გავიდნენ. მეორე დღეს ვკითხე გიას, ვინ იყვნენ ისინი, და მან მითხრა, მეგობრები, რომლებიც გვეხმარებიან. მე ვკითხე, რით გვეხმარებიან? და მან მითხრა, ეს არ არის შენი საზრუნავი. შენი საზრუნავია უსაფრთხოება, არა ფინანსები. ვინ იყვნენ ეს 2 კაცი? რა იყო იმ შავ ჩანთებში? და რატომ მოდიოდნენ ისინი ღამის საათებში, როცა არავინ იყო ოფისში? სექტემბერში პარტია იწყებს მომზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლებიც დაგეგმილია 1995 წლის გაზაფხულზე. ეს მოითხოვს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. საჭიროა კამპანიის მასალები, რეკლამა, მიტინგები, ტრანსპორტი, აგიტატორების ხელფასები. ჯანტურია აცხადებს, რომ პარტია მზად არის დახარჯოს $200,000 არჩევნებზე. ეს არის უზარმაზარი თანხა, რომელიც აღემატება ყველა სხვა პარტიის ბიუჯეტს ერთად. საიდან აქვს პარტიას ასეთი ფული? ჯანტურია ამბობს, ჩვენ გვყავს მხარდამჭერები მთელ მსოფლიოში, რომლებიც გვეხმარებიან. მაგრამ ეს პასუხი აღარ აკმაყოფილებს არავის. ოპოზიციური პარტიები იწყებენ ბრალდებებს. ისინი ამბობენ, რომ ჯანტურიას აქვს კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან, რომ ის იღებს ფულს ნარკოტრაფიკიდან, რომ ის არის უცხოური სპეცსამსახურების აგენტი. ჯანტურია უარყოფს ყველა ბრალდებას, მაგრამ არ წარმოადგენს არანაირ დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა მის ფინანსების ლეგალურობას. ოქტომბერში ხდება ინციდენტი, რომელიც აჩენს კიდევ უფრო მეტ კითხვას. პარტიის ერთ-ერთი რეგიონული ოფისი, გორში, გაძარცვულია. ძარცველები იპარავენ კომპიუტერებს, დოკუმენტებს და სეიფს, რომელშიც, თანამშრომლების თქმით, იყო დაახლოებით $10,000. პოლიცია იწყებს გამოძიებას, მაგრამ ჯანტურია ითხოვს, რომ საქმე დაიხუროს. გია მითხრა, რომ არ სურს პოლიციის ჩარევა პარტიის საქმეებში, იხსენებს ზურაბ გორის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი. მე ვკითხე, მაგრამ რატომ? ჩვენ დავკარგეთ $10,000. და მან მითხრა, ზურაბ, ეს ფული არაფერია. ჩვენ გვაქვს უფრო მნიშვნელოვანი საქმეები, ვიდრე პოლიციასთან ურთიერთობა. მე აგიფარებ ზარალს, მაგრამ არ გავაკეთო ამ საქმეს დიდი ისტორია. რატომ არ სურდა ჯანტურიას პოლიციის ჩარევა? რისი ეშინოდა? და საიდან ჰქონდა მას საშუალება ისე მარტივად აიფარებინა $10,000 ზარალი? ნოემბერში პარტია იწყებს ახალ პროექტს, სოციალური ფონდის შექმნას. ეს არის ფონდი, რომელიც უნდა ეხმარებოდეს გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერანებს, ობლებს. ფონდს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, $10,000 თვეში. ისინი ანაწილებენ ფულს, საკვებს, წამლებს. ისინი იხდიან სამედიცინო მომსახურებას, სასწავლო მასალებს, კომუნალურ გადასახადებს. ყველაფერი ეს ფინანსდება პარტიის ბიუჯეტიდან და ეს აძლიერებს პარტიის პოპულარობას.
ხალხი იწყებს ჭანტურიას აღქმას არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოს, არამედ როგორც ქველმოქმედს, ადამიანს, რომელიც ზრუნავს ხალხზე. მაგრამ საიდან მოდის ეს ფული? მე ვიყავი სოციალური ფონდის კოორდინატორი, იხსენებს ნათიამ. გია მითხრა, რომ ფული მოდის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან, მაგრამ მე არასოდეს ვნახე არც ერთი ხელშეკრულება ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ამას. ყოველთვის ირაკლი ბათიაშვილი მომაწოდებდა ფულს კონვერტში და მე ვანაწილებდი მას იმ ადამიანებზე, რომლებსაც გია მითითებდა. რატომ არ არსებობდა დოკუმენტაცია? რატომ მოდიოდა ფული კონვერტებში? და ვინ იყვნენ ის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომლებიც თითქოს აფინანსებდნენ ფონდს? დეკემბერში 1993 წლის ბოლოს ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის. ირაკლიმ, ფინანსური მდივანი, იწვევენ ჭანტურიას კაბინეტში. გია მითხრა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება შექმნა საიდუმლო სალარო, იხსენებს ირაკლი. ეს იქნება სალარო, რომელიც არ აისახება არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ფული, რომელიც შევა ამ სალაროში, იქნება გამოყენებული სპეციალური ოპერაციებისთვის, რომლებიც არავის არ უნდა იცოდეს. მე ვკითხე, რა სახის ოპერაციები? და მან მითხრა, ოპერაციები, რომლებიც აუცილებელია ჩვენი გამარჯვებისთვის. ოპერაციები, რომლებიც შეიძლება არ იყოს სრულიად ლეგალური, მაგრამ არის აუცილებელი ჩვენი მიზნების მისაღწევად. რა იყო ეს სპეციალური ოპერაციები? რატომ უნდა ყოფილიყო ისინი საიდუმლო? და რატომ ამბობდა ჭანტურია, რომ ისინი შეიძლება არ იყოს ლეგალური? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, 1993 წლის დეკემბრიდან ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას აქვს ორი სალარო, ოფიციალური და საიდუმლო. და საიდუმლო სალარო ხდება უფრო დიდი და უფრო მნიშვნელოვანი. 1995 წლის იანვარში საიდუმლო სალაროში შედის პირველი დიდი თანხა, $30,000. ირაკლი მიიხსენებს, გია მომიტანა ფული ორ დიდ კონვერტში. მან მითხრა, ეს არის პირველი ტრანში. მალე მოვა კიდევ. მე ვკითხე, საიდან მოდის ეს ფული? და მან მითხრა, ირაკლი, რაც ნაკლები იცი, უკეთესია შენთვის. ეს ფული მოდის ადამიანებისგან, რომლებიც გვჯერათ, მაგრამ რომლებიც არ სურთ, რომ მათი სახელები გახდეს ცნობილი. შენი საქმეა მხოლოდ შეინახო ეს ფული უსაფრთხოდ და გამოიყენო ის იმ მიზნებისთვის, რომლებსაც მე მითითებ. ირაკლი ინახავს ფულს სპეციალურ სეიფში, რომელიც დამონტაჟებულია ჭანტურიას კაბინეტის იატაკის ქვეშ. მხოლოდ 3 ადამიანს იცის ამ სეიფის არსებობა, ჭანტურია, ირაკლიმ და ირაკლი ბათიაშვილი. ეს იყო ყველაზე დაცული საიდუმლო პარტიაში, ამბობს ირაკლიმ, ჩვენ არასოდეს არ ვსაუბრობდით ამის შესახებ, თუნდაც ერთმანეთთან. ჩვენ უბრალოდ ვიცოდით, რომ ეს არსებობს და რომ ეს არის რაღაც, რაც უნდა დარჩეს საიდუმლოდ ნებისმიერ ფასად. თებერვალში საიდუმლო სალაროდან გამოიყენება პირველი დიდი თანხა, $15,000. ირაკლიმ არ იცის, რისთვის გამოიყენება ეს ფული. გია მითხრა, მომეცი $15,000. მე მივეცი. მან არ მითხრა რისთვის და მე არ ვკითხე, იხსენებს ირაკლი. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ის იგებს, რომ ფული გამოყენებულია სპეციალური ოპერაციისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას ერთ-ერთი კონკურენტი პარტიის შესახებ. მე მოვისმინე ჭორები, რომ ჩვენმა ადამიანებმა იყიდეს ინფორმაცია ერთ-ერთი პარტიისში და დოკუმენტების შესახებ, ამბობს ირაკლი. მე არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, მაგრამ თუ მართალია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყენებდით საიდუმლო სალაროს ფულს არალეგალური აქტივობებისთვის. რა იყო ეს სპეციალური ოპერაცია? რა ინფორმაცია იყიდეს პარტიამ? და რამდენი სხვა ასეთი ოპერაცია განხორციელდა საიდუმლო სალაროს ფულით? მარტში საიდუმლო სალაროში შედის კიდევ ერთი დიდი თანხა, $40,000. ეს არის ყველაზე დიდი ერთჯერადი შემოსავალი პარტიის ისტორიაში. როცა გია მომიტანა ეს ფული, მე ვიყავი შოკში, იხსენებს ირაკლიმ, ეს იყო ორი დიდი ჩანთას სავსე $100 კოპიურებით. მე ვკითხე, გია, საიდან მოდის ამდენი ფული? და მან მითხრა, ირაკლი, ეს არის ჩვენი გამარჯვების გასაღები. ეს ფული მოვა ადამიანებისგან, რომლებიც სურთ დაინახონ ძლიერი საქართველო და ისინი გვაძლევენ ამ ფულს იმიტომ, რომ გვჯერათ. მაგრამ ისინი მოითხოვენ ერთ რამეს, სრულ კონფიდენციალურობას. არავინ არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის ეს ფული. არავინ. ირაკლი ინახავს ფულს სეიფში, მაგრამ ის ვერ ძინავს ღამით. მე ვფიქრობდი, რა მოხდება, თუ ვინმე გაიგებს ამის შესახებ. რა მოხდება, თუ პოლიცია მოვა? რა მოხდება, თუ ეს ფული არის არალეგალური, იხსენებს ის. მაგრამ გია ამშვიდებდა. ის ამბობდა,
ირაკლი, ნუ ინერვიულებ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ვაკეთებთ სწორ საქმეს და ისტორია დაგვიმართლებს. აპრილში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საიდუმლო სალაროდან იხარჯება თითქმის მთელი თანხა, $90,000. ეს ფული გამოიყენება არჩევნების კამპანიისთვის, რეკლამისთვის, მიტინგებისთვის, აგიტატორების ხელფასებისთვის, ტრანსპორტისთვის. მაგრამ ეს ხარჯები არ აისახება არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში. ოფიციალურად პარტიის არჩევნების ბიუჯეტი არის $30,000. მაგრამ რეალურად ის არის $120,000. ჩვენ ვაწარმოებდით ორმაგ ბუღალტერიას, აღიარებს ირაკლიმ, ერთი იყო ოფიციალური, რომელიც წარედგინებოდა საარჩევნო კომისიას. მეორე იყო რეალური, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. ოფიციალური ბუღალტერია აჩვენებდა, რომ ჩვენ ხარჯავდით $30,000. რეალური ბუღალტერია აჩვენებდა, რომ ჩვენ ხარჯავდით $120,000. ეს იყო უზარმაზარი სხვაობა და ეს იყო არალეგალური. რატომ აწარმოებდა პარტია ორმაგ ბუღალტერიას? რა იყო მიზანი ამ თაღლითობისა? და ვინ იცოდა ამის შესახებ გარდა ირაკლიმს ისა? არჩევნების შემდეგ მაისში ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იღებს 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში 10%-ს და შედის პარლამენტში. ეს არის წარმატება, მაგრამ არა ისეთი დიდი, როგორც ჭანტურია იმედოვნებდა. გია იყო იმედგაცრუებული, იხსენებს ირაკლიმ, ის ფიქრობდა, რომ ჩვენ მივიღებდით მინიმუმ 20%-ს. ის ამბობდა, ჩვენ დავხარჯეთ $120,000 და მივიღეთ მხოლოდ 10%. ეს არის ძალიან ცუდი ინვესტიცია. მაგრამ შემდეგ ის ამბობდა, არა, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ჩვენ გავაგრძელებთ და შემდეგ არჩევნებზე ჩვენ მოვიგებთ. მაგრამ საიდან მოვიდოდა ფული შემდეგი არჩევნებისთვის? საიდან მოვიდოდა ფული პარტიის ყოველდღიური საქმიანობისთვის? ჭანტურია ამბობდა, რომ ჩვენი მხარდამჭერები არ მიგვიტოვებენ, მაგრამ ვინ იყვნენ ეს მხარდამჭერები? და რატომ აგრძელებდნენ ისინი ფინანსირებას, თუ შედეგები არ იყო ისეთი, როგორც მოსალოდნელი იყო? ივნისში საიდუმლო სალაროში შედის ახალი თანხა, $30,000. ეს იყო სიგნალი, რომ ჩვენი მხარდამჭერები ჯერ კიდევ გუჯერდნენ, ამბობს ირაკლიმ, მაგრამ ამჯერად გია უფრო ფრთხილი იყო. ის თქვა, ირაკლი, ეს ფული უნდა გამოვიყენოთ უფრო ჭკვიანურად. ჩვენ ვერ შევძლებთ კიდევ ერთხელ დავხარჯოთ $120,000 და მივიღოთ მხოლოდ 10%. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი გზები, უფრო ეფექტური გზები. რა იყო ეს ახალი გზები? რა გეგმები ჰქონდა ჭანტურიას? და როგორ აპირებდა ის გამოიყენოს საიდუმლო სალაროს ფულს უფრო ეფექტურად? ეს კითხვები რჩება უპასუხოდ, რადგან ივლისში ხდება რაღაც, რაც ყველაფერს ცვლის. ივლისის 21 დღეს, 1995 წელს, გია ჭანტურიამ მკვლელობენ. და მასთან ერთად კვდება ყველა საიდუმლო მისი ფინანსების შესახებ. ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ, ივლისის 22 დღეს, 1995 წელს, ირაკლიმ მარტო რჩება საიდუმლო სალაროსთან. მე ვიცოდი, რომ უნდა მემოქმედა სწრაფად, იხსენებს ის. სეიფში იყო $30,000 და მხოლოდ მე ვიცოდი ამის შესახებ, რადგან ირაკლი ბათიაშვილი იყო გიასთან ერთად მანქანაში, როცა მოხდა თავდასხმა. მე ვფიქრობდი, რა უნდა გავაკეთო ამ ფულით. უნდა გავაცნო პოლიციას. უნდა გავაცნო პარტიის ხელმძღვანელობას. თუ უნდა დავმალო ის, ირაკლი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ის იღებს ფულს სეიფიდან და ინახავს მას თავის სახლში, არავის უთხრა ამის შესახებ. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ამბობს ის. მე არ ვიცოდი, ვის შემეძლო ენდობა. გიას სიკვდილის შემდეგ პარტიაში დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ყველა ცდილობდა გახდომოდა ახალი ლიდერი. და მე ვფიქრობდი, თუ ვინმე გაიგებს საიდუმლო სალაროს შესახებ, ეს ფული გაქრება ერთ დღეში. მაგრამ რატომ არ ენდობოდა ირაკლი საკუთარ თანაპარტიელებს? რისი ეშინოდა? და რა იყო ნამდვილი მიზანი ფულის დამალვისა? აგვისტოში ჭანტურიას დაკრძალვიდან 2 კვირის შემდეგ პარტიაში იწყება შიდა გამოძიება. ახალი ხელმძღვანელობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი ბათიაშვილი, ცდილობს გაარკვიოს პარტიის ფინანსური მდგომარეობა. ჩვენ ვიცოდით, რომ გიას ჰქონდა ფული, ბევრი ფული, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით, სად იყო ეს ფული, იხსენებს გიორგით, რომელიც მონაწილეობდა გამოძიებაში. ჩვენ გადავხედეთ ყველა ოფიციალურ დოკუმენტს, ყველა ბანკის ანგარიშს, ყველა ხელშეკრულებას. და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ოფიციალურად პარტიას ჰქონდა მხოლოდ $5,000. მაგრამ ეს იყო შეუძლებელი.
ჩვენ ვიცოდით, რომ გია ხარჯავდა ათობით ათასებს ყოველთვეს. სად იყო დანარჩენი ფული, გამოძიება გრძელდება 2 თვის განმავლობაში, მაგრამ ვერაფერი პოულობენ. ჩვენ ვერ ვიპოვეთ არც ერთი კვალი საიდუმლო სალაროსი, ამბობს გიორგი. ჩვენ ვერ ვიპოვეთ არც ერთი დოკუმენტი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ გიას ჰქონდა დამალული ფული. ყველაფერი იყო სუფთა, ძალიან სუფთა. ძალიან სუფთა იმისთვის, რომ იყოს ჭეშმარიტი. სექტემბერში ირაკლიმ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეცვლის მის ცხოვრებას. ის გადაწყვეტს დატოვოს პარტია და წავიდეს საქართველოდან. მე აღარ შემეძლო იქ ყოფნა, ამბობს ის. ყოველ დღე ვფიქრობდი იმ ფულზე, რომელიც ჩემს სახლში იყო დამალული. ყოველ დღე ვფიქრობდი, რომ ვინმე გაიგებს და მოვაჩემთან. ყოველ დღე ვფიქრობდი, რომ პოლიცია დამიჭერს და დამსჯის. მე აღარ შემეძლო ასე ცხოვრება. ირაკლი მიდის რუსეთში, მოსკოვში, სადაც ცხოვრობს მისი ძმა. ის იღებს თან $30,000, რომელიც იყო საიდუმლო სალაროში. მე ვფიქრობდი, რომ ეს ფული დამეხმარება დავიწყო ახალი ცხოვრება, ამბობს ის. მაგრამ ეს ფული გახდა ჩემი წყევლა. ყოველ ღამე მე სიზმრებოდა გია. ის მეკითხებოდა, ირაკლი, რატომ მიპარე ჩემი ფული? რატომ მიმატოვე? რატომ არ გამოამჟღავნე ჭეშმარიტება? ირაკლი ცხოვრობს მოსკოვში 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ის არასოდეს ავიწყდება იმ ფულს და იმ საიდუმლოს, რომელიც მან იცის. რატომ არ დაბრუნდა ირაკლი საქართველოში? რისი ეშინოდა? და რატომ არ გამოამჟღავნა ის ჭეშმარიტება საიდუმლო სალაროს შესახებ? 1996 წელი. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ის აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ჭანტურიას დროს. ფინანსები მკვეთრად მცირდება. პარტია იხურავს რეგიონულ ოფისებს, ამცირებს თანამშრომლებს, წყვეტს პროექტებს. ჩვენ აღარ გვქონდა ის ფული, რაც გვქონდა გიას დროს, იხსენებს თამარკ. ჩვენ ვცდილობდით გაგვეგრძელებინა, მაგრამ ეს იყო ძალიან რთული. ჩვენ აღარ გვქონდა ის მხარდამჭერები, რომლებიც გვაფინანსებდნენ. ან უფრო სწორად, ჩვენ არ ვიცოდით, ვინ იყვნენ ისინი და როგორ დავუკავშირდებოდით მათ. გია იყო ერთადერთი, ვინც იცოდა ეს და ის წავიდა. პარტია ცდილობს იპოვოს ახალი ფინანსირების წყაროები. ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლურ ფონდებს, ქართველ ბიზნესმენებს. მაგრამ არავინ არ აძლევს მათ იმ თანხებს, რომლებსაც ისინი იღებდნენ ჭანტურიას დროს. ყველა გვეკითხებოდა, საიდან მოდიოდა თქვენი ფული ადრე, ამბობს თამარ. და ჩვენ ვერ ვუპასუხებდით, რადგან ჩვენ თავად არ ვიცოდით. 1997 წელს პარტიაში ჩნდება ახალი ფიგურა, გიორგი, ბიზნესმენი, რომელიც ამბობს, რომ მას შეუძლია დაეხმაროს პარტიას ფინანსურად. გიორგი მოვიდა და თქვა, რომ მას ჰქონდა კავშირები იმ ადამიანებთან, რომლებიც აფინანსებდნენ გიას, იხსენებს ირაკლი ბათიაშვილი. ის თქვა, რომ მას შეეძლო მოეტანა ფული, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ის გახდებოდა პარტიის ფინანსური მენეჯერი. ჩვენ დავთანხმდით, რადგან ჩვენ არ გვქონდა სხვა არჩევანი. გიორგი იწყებს მუშაობას და მართლაც პარტიაში იწყება ახალი ფინანსური ნაკადი. პირველ თვეში შემოდის $10,000. მეორე თვეში 15,000. მესამე თვეში 20,000. ეს იყო როგორც ძველ დროებში, ამბობს თამარკ, ჩვენ კვლავ შეგვეძლო გაგვეხსნა ოფისები, დაგვეწყო პროექტები, გაგვეკეთებინა რეკლამა. ეს იყო როგორც გიას დაბრუნება. მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ფული? გიორგი ამბობდა იგივეს, რასაც ჭანტურია ამბობდა, საერთაშორისო მხარდამჭერები, პატრიოტები, ქართველი ემიგრანტები. მაგრამ კონკრეტული სახელები კვლავ არ ხმაურდებოდა. 1997 წლის ზაფხულში ხდება რაღაც, რაც აჩენს კითხვებს გიორგი ის შესახებ. პოლიცია იწყებს გამოძიებას ფულის გათეთრების საქმეზე, რომელიც დაკავშირებულია რამდენიმე ბიზნესმენთან, მათ შორის გიორგითან. ჩვენ გავიგეთ, რომ გიორგი იყო ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში, იხსენებს გიორგით. ჩვენ გავიგეთ, რომ ის ჰქონდა კავშირები კრიმინალურ სამყაროსთან, რომ ის იყენებდა პარტიას როგორც საშუალებას ფულის გასათეთრებლად. ეს იყო შოკი ჩვენთვის. პარტიის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას გაათავისუფლოს გიორგი. ჩვენ არ შეგვეძლო დაგვერისკა პარტიის რეპუტაცია, ამბობს ირაკლი ბათიაშვილი. ჩვენ უთხარით გიორგის, რომ ის უნდა წასულიყო. ის წავიდა, მაგრამ მასთან ერთად წავიდა ფულიც. პარტია კვლავ რჩება ფინანსური პრობლემების წინაშე. მაგრამ ახლა ისინი აგრეთვე რჩებიან კითხვების წინაშე, იყო თუ არა გიორგი დაკავშირებული იმ ადამიანებთან, რომლებიც აფინანსებდნენ ჭანტურიას. იყო თუ არა ჭანტურიას ჩართული ფულის გათეთრებაში.
და რა იყო ნამდვილი წყარო იმ უზარმაზარი თანხებისა, რომლებიც მოდიოდა პარტიაში. 1999 წელს 4 წლის შემდეგ ჩანტურიას სიკვდილის შემდეგ ირაკლიმ იღებს გადაწყვეტილებას დაბრუნდეს საქართველოში. მე აღარ შემეძლო ცხოვრება იმ საიდუმლოთი, ამბობს ის. მე გადავწყვიტე, რომ უნდა მეთქვა ჭეშმარიტება ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ის უკავშირდება ჟურნალისტს, რომელიც მუშაობს ერთ-ერთ დამოუკიდებელ გაზეთში და ეთანხმება ინტერვიუს. მე ვუთხარი მას ყველაფერი საიდუმლო სალაროს შესახებ, იხსენებს ირაკლი. მე ვუთხარი, რომ გიას ჰქონდა დამალული ფული, რომ ის აწარმოებდა ორმაგ ბუღალტერიას, რომ ის იყენებდა ფულს არალეგალური ოპერაციებისთვის. მე ვუთხარი ყველაფერი, რაც ვიცოდი. ინტერვიუ ქვეყნდება 1999 წლის ოქტომბერში და იწვევს უზარმაზარ რეზონანსს. ეს იყო ბომბი, ამბობს თამარ ქ, ყველა საუბრობდა ამაზე. ყველა კითხულობდა, მართალია თუ არა ეს? ჰქონდა თუ არა ჩანტურიას მართლაც საიდუმლო სალარო, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უარყოფს ყველა ბრალდებას. ეს არის ცილისწამება, ამბობს ირაკლი ბათიაშვილი. ირაკლიმ არის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც გაბრაზებულია, რომ ჩვენ გავათავისუფლეთ ის. ის ცდილობს დააზიანოს პარტიის რეპუტაცია. მაგრამ ირაკლიმ არ ჩერდება. ის აცხადებს, რომ მას აქვს მტკიცებულებები, დოკუმენტები, ჩანაწერები, ფოტოები. მე შევინახე ყველაფერი, ამბობს ის. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს მომიწევდა ამის გამოყენება. ნოემბერში პროკურატურა იწყებს გამოძიებას ირაკლიმ ის ბრალდებების საფუძველზე. ჩვენ გადავხედეთ ყველა დოკუმენტს, რომელიც წარმოადგინა ირაკლიმ, იხსენებს ანას, პროკურორი, რომელიც მუშაობდა ამ საქმეზე. ჩვენ ვნახეთ ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ პარტია მართლაც აწარმოებდა ორმაგ ბუღალტერიას. ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდა იმაზე, რომ პარტიას ჰქონდა დამალული ფინანსური ნაკადები. მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ პირდაპირ მტკიცებულება, რომ ეს ფული იყო არალეგალური. გამოძიება გრძელდება 6 თვის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ იხურება. ჩვენ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულება, რომ დაგვეწყო სისხლის სამართლის საქმე, ამბობს ანას. ჩვენ ვიპოვეთ ბევრი საეჭვო რამ, მაგრამ არაფერი, რაც დაადასტურებდა, რომ ჩანტურია ან პარტია ჩაიდინა დანაშაული. მაგრამ რატომ ვერ იპოვა პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულება? რა დაიკარგა გამოძიების დროს? და ვინ იყო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დახურულიყო? 1999 წლის დეკემბერში ირაკლიმ იღებს საფრთხის შეტყობინებას. მე მივიღე ანონიმური ზარი, იხსენებს ის. ხმა მითხრა, ირაკლი, შენ ძალიან ბევრი ილაპარაკე. შენ უნდა გაჩერდე თუ არ გინდა, რომ მოხდეს რაღაც ცუდი. მე ვკითხე, ვინ ხარ? მაგრამ ხმამ გათიშა ტელეფონი. ირაკლი ეშინია და გადაწყვეტს კვლავ დატოვოს საქართველო. მე ვიცოდი, რომ ვინმე არ სურდა, რომ მე გამეგრძელებინა საუბარი, ამბობს ის. მე ვიცოდი, რომ ვინმე იყო დაინტერესებული, რომ საიდუმლო სალაროს საიდუმლო დარჩენილიყო საიდუმლოდ. ირაკლი მიდის უკრაინაში, კიევში, სადაც ცხოვრობს დღემდე. ის აღარ საუბრობს ჩანტურიას ფინანსების შესახებ. ის აღარ აძლევს ინტერვიუებს. ის უბრალოდ ცხოვრობს ჩუმად, ცდილობს დაივიწყოს ყველაფერი, რაც მოხდა. მაგრამ ის ვერ ავიწყდება. ყოველ ღამე მესიზმრება გია, ამბობს ის. ყოველ ღამე ის მეკითხება, ირაკლი, რატომ გამომაცხადე? რატომ არ შეინახე საიდუმლო? რატომ მიმატოვე, რატომ არ შეძლო ირაკლიმ დაევიწყებინა ეს საიდუმლო? რატომ აგრძელებს ის ტანჯვას 30 წლის შემდეგ? და რა არის ის, რასაც ის ჯერ კიდევ არ გვითხრა? 2002 წელს, 7 წლის შემდეგ ჩანტურიას სიკვდილის შემდეგ, ჩნდება ახალი ინფორმაცია, რომელიც აჩენს კითხვებს პარტიის ფინანსების შესახებ. ერთ-ერთი საერთაშორისო გამოძიებითი ჟურნალი აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ამბობს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო ერთ-ერთი მიმღები ფულისა, რომელიც მოდიოდა საეჭვო წყაროებიდან აღმოსავლეთ ევროპაში. სტატია ამბობდა, რომ 1990-იან წლებში არსებობდა ქსელი, რომელიც აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, იხსენებს დავითს, ჟურნალისტი, რომელმაც გამოიძია ეს საქმე. ეს ქსელი იყო დაკავშირებული ბიზნესმენებთან, რომლებსაც ჰქონდათ ინტერესები ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, უძრავ ქონებაში. ისინი აფინანსებდნენ პარტიებს, რომლებიც იცავდნენ მათ ინტერესებს. სტატია ასახელებს რამდენიმე პარტიას, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. სტატია ამბობდა, რომ ჩანტურია იყო ერთ-ერთი მიმღები ამ ქსელის ფულისა, ამბობს დავით. სტატია ამბობდა, რომ ის იღებდა ფულს სანაცვლოდ იმისა, რომ ის იცავდა გარკვეულ ბიზნეს ინტერესებს საქართველოში.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უარყოფს ამ ბრალდებებს. ეს არის ცილისწამება, ამბობს ირაკლი ბათიაშვილი. გია ჭანტურია იყო პატრიოტი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ის არასოდეს არ იყო ვინმეს აგენტი, არასოდეს არ იცავდა უცხო ინტერესებს. მაგრამ სტატია აჩენს კითხვებს, რომლებზეც პასუხი არ არსებობს. ვინ იყვნენ ის ბიზნესმენები, რომლებიც თითქოს აფინანსებდნენ ჭანტურიას? რა ინტერესები ჰქონდათ მათ საქართველოში? და რა იყო ნამდვილი ურთიერთობა ჭანტურიასა და ამ ქსელს შორის? 2005 წელს, 10 წლის შემდეგ ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ ხდება რაღაც, რაც აძლევს ახალ ინფორმაციას საიდუმლო სალაროს შესახებ. ერთ-ერთი ყოფილი უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა პარტიაში, აქვეყნებს წიგნს, სადაც ის საუბრობს თავის გამოცდილებაზე. წიგნში იყო თავი, რომელიც ეძღვნებოდა საიდუმლო სალაროს იხსენებს თამარკ. ავტორი ამბობდა, რომ ის იცოდა საიდუმლო სალაროს არსებობის შესახებ, მაგრამ არასოდეს არ ენახა ის. ის ამბობდა, რომ ის მხოლოდ ისმენდა ჭორებს, რომ გიას ჰქონდა დამალული ფული, რომელიც გამოიყენებოდა სპეციალური ოპერაციებისთვის. წიგნი აგრეთვე ამბობს, რომ ეს სპეციალური ოპერაციები მოიცავდა ინფორმაციის შეგროვებას, ჯაშუშობას, შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზულ აქტივობებს. ავტორი ამბობდა, რომ ის ისმენდა ჭორებს, რომ პარტია იყენებდა ფულს, რომ დაეშინებინა ოპონენტები, რომ იყიდა ხმები, რომ გაეკეთებინა რაღაცეები, რომლებიც არ იყო ლეგალური, ამბობს თამარ. მაგრამ ის არასოდეს არ ჰქონდა მტკიცებულება. ის მხოლოდ ამბობდა, რომ ის ისმენდა ჭორებს. წიგნი იწვევს ახალ დისკუსიას ჭანტურიას ფინანსების შესახებ, მაგრამ კვლავ არ არსებობს კონკრეტული პასუხები. რამდენად მართალია ეს ჭორები? რა იყო ნამდვილი მასშტაბი საიდუმლო სალაროს ოპერაციებისა? და ვინ იცის ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა? 2015 წელს, 20 წლის შემდეგ ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ, ირაკლიმ იღებს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ისაუბროს. ის აძლევს ინტერვიუს ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიას, სადაც ის პირველად საუბრობს დეტალურად საიდუმლო სალაროს შესახებ. მე ვთქვი ყველაფერი, რაც ვიცოდი, ამბობს ის. მე ვთქვი, რომ საიდუმლო სალაროში იყო არა მხოლოდ ფული, არამედ აგრეთვე დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აფინანსებდნენ პარტიას. მე ვთქვი, რომ ეს დოკუმენტები იყო ძალიან საეჭვო, რომ ისინი შეიცავდნენ სახელებს, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ კრიმინალურ სამყაროსთან, ენერგეტიკულ ბიზნესთან, შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზულ რამეებთან. ირაკლი აგრეთვე ამბობს, რომ ის ინახავდა ამ დოკუმენტების ასლებს. მე გავაკეთე ასლები, სანამ დავტოვე საქართველო, ამბობს ის. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ეს დოკუმენტები იქნებოდა მნიშვნელოვანი. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ხალხი მოისურვებდა იცოდეს ჭეშმარიტება. მაგრამ ირაკლი არ აქვეყნებს ამ დოკუმენტებს. მე ვეშინია, ამბობს ის. მე ვეშინია, რომ თუ გამოვაქვეყნებ ამ დოკუმენტებს, მოხდება რაღაც ცუდი. მე ვეშინია, რომ ვინმე მოკლავს მე, ისევე როგორც მოკლეს გია. რისი ეშინია ირაკლის? ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დასახელებულნი არიან იმ დოკუმენტებში? და რატომ არ გამოაქვეყნა მან ეს დოკუმენტები 20 წლის განმავლობაში? 2021 წელს, 26 წლის შემდეგ ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ, ხდება რაღაც, რაც შეიძლება საბოლოოდ გამოამჟღავნოს ჭეშმარიტებას. ერთ-ერთი საერთაშორისო გამოძიებითი ჟურნალისტების ჯგუფი იწყებს დიდ გამოძიებას ფინანსური ნაკადების შესახებ პოსტსაბჭოთა სივრცეში 1990-იან წლებში. ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მართლაც არსებობდა ქსელი, რომელიც აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებს, ამბობს მარიაკ, ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა ამ გამოძიებაზე. ჩვენ ვიპოვეთ ბანკის ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ფული გადადიოდა ოფშორული კომპანიებიდან პოლიტიკურ პარტიებში. ჩვენ ვიპოვეთ დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იყო ერთ-ერთი მიმღები ამ ფულისა. გამოძიება აგრეთვე ამბობს, რომ ფული მოდიოდა რუსული ბიზნესმენებისგან, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები კრემლთან. ეს იყო ნაწილი უფრო დიდი სტრატეგიისა, ამბობს მარია. რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ერთ-ერთი გზა იყო პოლიტიკური პარტიების ფინანსირება, რომლებიც იცავდნენ რუსულ ინტერესებს. მაგრამ იყო თუ არა ჭანტურია რუსული გავლენის აგენტი? გამოძიება ამბობს, რომ ეს არ არის ცხადი. ჩვენ ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ის იღებდა ფულს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ის იყო აგენტი, ამბობს მარია. შესაძლოა ის უბრალოდ იყო პოლიტიკოსი, რომელიც იყენებდა ყველა შესაძლო წყაროს, რომ დაეფინანსებინა თავისი პარტია. შესაძლოა ის არ იცოდა, საიდან მოდიოდა ფული. ან შესაძლოა ის იცოდა და არ აინტერესებდა. რომელია ჭეშმარიტება?
იყო თუ არა ჭანტურია უბრალოდ პრაგმატული პოლიტიკოსი, თუ იყო ის რაღაც მეტი. და რა იყო ნამდვილი ფასი იმ ფულისა, რომელიც მან მიიღო. დღეს, 29 წლის შემდეგ ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ, კითხვები კვლავ რჩება. საიდან მოდიოდა ფული, რომელიც აფინანსებდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას? ვინ იყვნენ ის საიდუმლო მხარდამჭერები, რომლებზეც ჭანტურია საუბრობდა? რა იყო საიდუმლო სალაროს ნამდვილი მასშტაბი და მიზანი? იყო თუ არა ჭანტურია დაკავშირებული კრიმინალურ სამყაროსთან, უცხოურ სპეცსამსახურებთან, ბიზნეს ინტერესებთან? ან იყო ის უბრალოდ პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა ყველაფერი, რაც შეეძლო რომ მიეღწია თავისი მიზნებისთვის? ირაკლიმ, რომელიც ახლა ცხოვრობს კიევში და არის 70 წლის, ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს ამ კითხვებზე ყოველ დღე. მე ვიცი, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვა, ამბობს ის. მე ვიცი, რომ ერთ დღეს ხალხი იცოდეს, ვინ იყო გია ჭანტურია და საიდან მოდიოდა მისი ფული. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. და მე არ ვიცი, მოვა თუ არა ის ჩემს სიცოცხლეში. რას ფიქრობთ თქვენ? იყო თუ არა ჭანტურია პატრიოტი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის? თუ იყო ის პოლიტიკოსი, რომელიც იყენებდა საეჭვო ფულს საკუთარი ამბიციებისთვის? და რა არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ დამალულია საიდუმლო სალაროს ჭრდილში? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმათი ადამიანიდან, რომლებმაც იციან ყველაფერი ქართული პოლიტიკის ყველაზე დიდი ფინანსური საიდუმლოს შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხედავთ, როგორ შემოდის მილიონები დოლარები შავ ჩანთებში, ღამის საათებში უცნობი ადამიანებისგან. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით, სად არის დამალული ეს ფული, როგორ გამოიყენება ის და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც აფინანსებენ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას საქართველოში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს თქვენი ლიდერი კვდება და თქვენ რჩებით მარტო ამ საიდუმლოსთან. რას გააკეთებდით? გამოამჟღავნებდით ჭეშმარიტებას თუ შეინახავდით მას სამუდამოდ? 2022 წელს 27 წლის შემდეგ გია ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთმა ამ ადამიანმა გადაწყვიტა ისაუბროს. და ის, რასაც ის გვიამბობს, სრულიად ცვლის ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ, რომ ვიცით ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ფინანსების შესახებ. 1999 წლის დეკემბერში, როცა ირაკლიმ დაბრუნდა საქართველოში და გამოაქვეყნა თავისი ინტერვიუ, მე ვიფიქრე, რომ ეს იყო დასასრული, ამბობს ნინორ, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი აქტივისტი, რომელიც ახლა მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში თბილისში. მე ვიფიქრე, რომ ახლა ყველაფერი გამოვა, ყველა საიდუმლო გამჟღავნდება და ჩვენ საბოლოოდ ვიცოდეთ ჭეშმარიტება. მაგრამ არაფერი მოხდა. გამოძიება დაიხურა, ირაკლი კვლავ გაიქცა და ყველაფერი დარჩა ისევე საიდუმლოდ, როგორც იყო. მაგრამ 2022 წელს რაღაც იცვლება. ახალი თაობა ჟურნალისტებისა და გამომძიებლებისა იწყებს ახალ ძიებას. ისინი იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეთოდებს, ახალ წყაროებს. და ისინი იწყებენ პოვნას იმას, რასაც ძველი თაობა ვერ იპოვა. ჩვენ დავიწყეთ ციფრული არქივების გადახედვა, ამბობს გიორგიც, ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელიც სპეციალიზდება ფინანსურ გამოძიებებში. ჩვენ გადავხედეთ ძველ ბანკის ჩანაწერებს, რომლებიც ახლა დიგიტალიზებულია. ჩვენ გადავხედეთ საერთაშორისო ბაზებს, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ოფშორული კომპანიების შესახებ. ჩვენ გამოვიყენეთ ახალი პროგრამები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ კავშირები, რომლებიც ადრე უხილავი იყო. და ისინი იწყებენ პოვნას რაღაცეებს, რომლებიც შოკის მომგვრელია. პირველი აღმოჩენა ხდება 2022 წლის თებერვალში. გიორგიც და მისი გუნდი პოულობენ ბანკის ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 1993 წლის მარტში ერთი თვის განმავლობაში 3 განსხვავებული ოფშორული კომპანიიდან გადმოირიცხა თანხები საქართველოში, სულ $130,000 ოდენობით. ეს იყო უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის, ამბობს გიორგი. და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ეს 3 კომპანია იყო რეგისტრირებული კვიპროსში და ყველა მათგანი ჰქონდა ერთი და იგივე დირექტორი, ადამიანის სახელად დიმიტრი ფ, რომელიც იყო რუსი ბიზნესმენი, დაკავშირებული ენერგეტიკულ სექტორთან. ჩანაწერები აგრეთვე აჩვენებენ, რომ ფული გადმოირიცხა ერთ-ერთ ქართულ კომპანიაზე, რომელიც იყო რეგისტრირებული თბილისში და რომლის დირექტორი იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში. ეს იყო პირდაპირი კავშირი, ამბობს გიორგი. ეს იყო პირველი კონკრეტული მტკიცებულება, რომ პარტია იღებდა ფულს საზღვარგარეთიდან და არა მხოლოდ საზღვარგარეთიდან, არამედ კონკრეტულად რუსეთიდან. მაგრამ ვინ იყო დიმიტრი პ? რა ინტერესები ჰქონდა მას საქართველოში? და რატომ აფინანსებდა ის ქართულ ოპოზიციურ პარტიას?
გიორგიც იწყებს გამოძიებას დიმიტრი ფის შესახებ და აღმოაჩენს რაღაცეებს, რომლებიც კიდევ უფრო საინტერესოა. დიმიტრი ფი იყო ბიზნესმენი, რომელიც მუშაობდა გაზპრომთან, ამბობს გიორგი. ის იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომლებიც აკონტროლებდნენ გაზის მიწოდებას საქართველოში 1990-იან წლებში. ის ჰქონდა უზარმაზარი ძალა, რადგან საქართველო იყო სრულიად დამოკიდებული რუსულ გაზზე. და ის იყენებდა ამ ძალას, რომ გავლენა მოეხდინა ქართულ პოლიტიკაზე. გიორგი აგრეთვე პოულობს დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ დიმიტრი ფ ჰქონდა კავშირები რუსულ სპეცსამსახურებთან. არსებობს დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ის მუშაობდა FSB-სთან, ამბობს გიორგი. არ არის პირდაპირი მტკიცებულება, მაგრამ არის ბევრი ირიბი მტკიცებულება, მისი კავშირები, მისი მოგზაურობები, მისი შეხვედრები. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც მუშაობდა კრემლის ინტერესებისთვის. თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია იღებდა ფულს ადამიანისგან, რომელიც იყო დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან. ეს ნიშნავს, რომ ჭანტურია, პატრიოტი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, შესაძლოა იღებდა ფულს კრემლიდან. როგორ არის ეს შესაძლებელი? როგორ შეიძლება პატრიოტი იღებდეს ფულს მტრისგან? გიორგიც ცდილობს გაიგოს ეს პარადოქსი და საუბრობს რამდენიმე ექსპერტთან, რომლებიც სპეციალიზდებიან პოსტსაბჭოთა პოლიტიკაში. 1990-იან წლებში ყველაფერი იყო ძალიან რთული და ბუნდოვანი, ამბობს ანამ, პოლიტოლოგი, რომელიც იკვლევს იმ პერიოდს. რუსეთი ცდილობდა შეენარჩუნებინა გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მაგრამ ის არ აკეთებდა ამას მხოლოდ ერთი გზით. ის იყენებდა მრავალ სტრატეგიას ერთდროულად. ის აფინანსებდა პრორუსულ პარტიებს, მაგრამ ის აგრეთვე აფინანსებდა ანტირუსულ პარტიებს. ის აფინანსებდა მთავრობას, მაგრამ ის აგრეთვე აფინანსებდა ოპოზიციას. მიზანი იყო არა მხოლოდ კონტროლი, არამედ ქაოსი. რუსეთს სურდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყოფილიყვნენ სუსტები და ყოფილები არასტაბილურები. და ერთ-ერთი გზა ამის მისაღწევად იყო ყველა მხარის ფინანსირება, რათა არავინ იყო საკმარისად ძლიერი, რომ დაამყაროს სტაბილური ხელისუფლება. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა ჭანტურია არ იყო რუსული აგენტი, არამედ უბრალოდ იყო პოლიტიკოსი, რომელიც გამოიყენა ყველა შესაძლო წყარო, რომ დაეფინანსებინა თავისი პარტია, მიუხედავად იმისა, საიდან მოდიოდა ეს ფული. ბევრი პოლიტიკოსი იმ დროს აკეთებდა ამას, ამბობს ანა. ისინი იღებდნენ ფულს რუსეთიდან, დასავლეთიდან, ადგილობრივი ბიზნესმენებისგან, კრიმინალური სამყაროდან. ისინი არ სვამდნენ კითხვას, საიდან მოდიოდა ფული. ისინი უბრალოდ იღებდნენ მას და იყენებდნენ მას. მაგრამ ეს ხომ არის კორუფცია? ეს ხომ არის ღალატი? ეს არის რთული კითხვა, ამბობს ანამ. დღეს ჩვენი თანამედროვე სტანდარტებით ეს ნამდვილად ჩანს როგორც კორუფცია და შესაძლოა კიდევ უარესი. მაგრამ იმ დროს 1990-იან წლებში ყველაფერი იყო განსხვავებული. არ არსებობდა მკაფიო წესები. არ არსებობდა ძლიერი ინსტიტუტები. არ არსებობდა ეფექტური კონტროლი. ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო, რომ გადარჩენოდა და მიეღწია თავისი მიზნებისთვის. და ბევრი ადამიანი, რომლებიც ახლა ითვლებიან გმირებად, იმ დროს აკეთებდნენ რაღაცეებს, რომლებიც ახლა ჩანს საეჭვოდ. ეს ნიშნავს, რომ ჭანტურია შეიძლება იყოს ერთდროულად პატრიოტი და ადამიანი, რომელიც იღებდა საეჭვო ფულს. ეს ნიშნავს, რომ ის შეიძლება იყოს ერთდროულად გმირი და ადამიანი, რომელიც აკეთებდა საეჭვო გარიგებებს. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტება არის უფრო რთული, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. მაგრამ რამდენად რთული? რამდენად შორს წავიდა ჭანტურია? და რა იყო ნამდვილი ფასი იმ ფულისა, რომელიც მან მიიღო? გიორგიც აგრძელებს გამოძიებას და მარტში 2022 წელს ის აკეთებს კიდევ ერთ აღმოჩენას. ის პოულობს დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ 1993 წლის ივნისში ერთი კვირის განმავლობაში 4 განსხვავებული ტრანზაქცია მოხდა, რომლებიც სულ შეადგენდა $200,000. ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რომელიც ოდესმე შემოვიდა პარტიაში ერთ კვირაში, ამბობს გიორგი. და ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ეს 4 ტრანზაქცია მოვიდა 4 განსხვავებული ოფშორული კომპანიიდან, რომლებიც ყველა იყო რეგისტრირებული პანამაში და ყველა მათგანი ჰქონდა კავშირები ერთ და იმავე ადამიანთან, რომელიც იყო ცნობილი როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღის დილერი პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს ადამიანი იყო ვიქტორ, რუსი ბიზნესმენი, რომელიც მუშაობდა იარაღის ვაჭრობაში და რომელსაც ჰქონდა კავშირები როგორც რუსულ, ისე დასავლურ სპეცსამსახურებთან. ვიქტორ იყო ლეგენდარული ფიგურა, ამბობს გიორგი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყიდიდა იარაღს ყველას, მთავრობებს, მეამბოხეებს, ტერორისტებს. ის არ აინტერესებდა პოლიტიკა.
მას აინტერესებდა მხოლოდ ფული. რატომ აფინანსებდა ვიქტორ ქართულ პოლიტიკურ პარტიას? რა ინტერესები ჰქონდა მას საქართველოში? და რა მოითხოვდა ის სანაცვლოდ ამ ფულისა? გიორგიც ცდილობს გაიგოს ეს კავშირი და აღმოაჩენს რაღაცეებს, რომლებიც კიდევ უფრო შოკის მომგვრელია. 1993 წლის ივლისში, ერთი თვის შემდეგ იმ ტრანზაქციების შემდეგ, საქართველოში მოხდა რაღაც საინტერესო, ამბობს გიორგი. მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად. და ეს ტენდერი მოიგო ერთმა კომპანიამ, რომელიც იყო დაკავშირებული ვიქტორთან. ეს კომპანია მიაწოდა საქართველოს იარაღი, ტანკები, ვერტმფრენები სულ 20 მილიონი დოლარის ღირებულებით. ეს ნიშნავს, რომ ვიქტორ დააფინანსა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია 200.000 დოლარით და ერთი თვის შემდეგ მისმა კომპანიამ მიიღო ხელშეკრულება 20 მილიონი დოლარის ღირებულებით. ეს არის კლასიკური კორუფციული სქემა, ამბობს გიორგი. შენ აფინანსებ პოლიტიკურ პარტიას და შემდეგ, როცა ეს პარტია მოდის ხელისუფლებაში ან აქვს გავლენა ხელისუფლებაზე, შენ იღებ ხელშეკრულებებს, რომლებიც აღემატება შენს ინვესტიციას 100-ჯერ. მაგრამ გქონდა თუ არა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას გავლენა ხელისუფლებაზე 1993 წელს? ისინი არ იყვნენ ხელისუფლებაში. ისინი იყვნენ ოპოზიციაში. როგორ შეეძლოთ მათ გავლენა მოეხდინათ სამთავრობო ტენდერზე? ეს არის კარგი კითხვა, ამბობს გიორგიც, და პასუხი არის ის, რომ 1990-იან წლებში საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია არ იყვნენ ისეთი განცალკევებული, როგორც ახლა. იყო ბევრი კავშირი, ბევრი გარიგება, ბევრი საიდუმლო შეთანხმება. ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ჰქონდა ადამიანები მთავრობაში, ჰქონდა კავშირები სამხედრო სტრუქტურებში, ჰქონდა გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე. და ვიქტორ იცოდა ეს. ის იცოდა, რომ თუ ის დააფინანსებდა ამ პარტიას, ის მიიღებდა რაღაცას სანაცვლოდ. გიორგი აგრეთვე პოულობს დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ჭანტურია პირადად ხვდებოდა ვიქტორს 1993 წლის მაისში, ერთი თვით ადრე იმ ტრანზაქციების წინ. ისინი შეხვდნენ მოსკოვში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში, ამბობს გიორგი. არსებობს ფოტო ამ შეხვედრისა, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ რუსულ გაზეთში იმ დროს. ფოტოზე ჩანს ჭანტურია და ვიქტორ, რომლებიც სხედან ერთად და საუბრობენ. გაზეთი ამბობდა, რომ ისინი საუბრობდნენ ბიზნეს თანამშრომლობაზე. რა სახის ბიზნეს თანამშრომლობა? იარაღის ვაჭრობა? პოლიტიკური გავლენა? თუ რაღაც სხვა? გიორგიც ცდილობს გაიგოს მეტი ამ შეხვედრის შესახებ და უკავშირდება ადამიანს, რომელიც იყო იქ, მოსკოვში იმ დროს. მე ვისაუბრე ერთ-ერთ ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც იყო ჭანტურიასთან ერთად იმ მოგზაურობაზე, ამბობს გიორგი. ის მითხრა, რომ ჭანტურია და ვიქტორ საუბრობდნენ ბევრ რამეზე, პოლიტიკაზე, ბიზნესზე, საქართველოს მომავალზე. ის მითხრა, რომ ვიქტორ შესთავაზა ჭანტურიას დახმარებას, ფინანსურ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას, შესაძლოა კიდევ სხვა სახის დახმარებას. და ჭანტურია არ უარყო. ის თქვა, რომ ის იფიქრებს. ეს ნიშნავს, რომ ჭანტურია იცოდა, ვისგან იღებდა ფულს. ის იცოდა, რომ ეს იყო იარაღის დილერი, ადამიანი, რომელიც მუშაობდა ბნელ სამყაროში. და მიუხედავად ამისა, ის მიიღო ფული. რატომ? რატომ გადაწყვიტა პატრიოტმა ადამიანმა, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მიიღოს ფული ასეთი ადამიანისგან? რა იყო მისი მოტივაცია? და რა იყო ფასი, რომელიც მან გადაიხადა ამ გადაწყვეტილებისთვის? მე ვფიქრობ, რომ ჭანტურია იყო პრაგმატიკოსი, ამბობს ანამ, პოლიტოლოგი. ის იყო ადამიანი, რომელიც ჰქონდა დიდი ხედვა, დამოუკიდებელი საქართველო, ძლიერი საქართველო, დემოკრატიული საქართველო. მაგრამ ის აგრეთვე იყო ადამიანი, რომელიც ესმოდა, რომ ამ ხედვის მისაღწევად საჭირო იყო ძალა და ძალისთვის საჭირო იყო ფული. და ის იყო მზად მიიღოს ფული ნებისმიერი წყაროდან, თუ ეს ფული დაეხმარებოდა მას მიაღწია თავისი მიზნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჭანტურია ფიქრობდა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ის ფიქრობდა, რომ თუ ის მიაღწევდა დამოუკიდებელ საქართველოს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მიაღწია ამას. ბევრი რევოლუციონერი ფიქრობს ასე, ამბობს ანა. ისინი ფიქრობენ, რომ ისინი იბრძვიან დიდი საქმისთვის და რომ ამ დიდი საქმისთვის შეიძლება გაკეთდეს რაღაცეები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში იქნებოდა მიუღებელი. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ როცა შენ იწყებ კომპრომისების გაკეთებას, როცა შენ იწყებ საეჭვო გარიგებების გაკეთებას, შენ იწყებ ცვლას. შენ იწყებ გახდომას რაღაც სხვა, არა ის, რაც იყავი დასაწყისში. და ეს არის ის, რაც მოხდა ჭანტურიასთან. ის შეიცვალა. ის გახდა კორუმპირებული.
თუ ის დარჩა პატრიოტი, მაგრამ პატრიოტი, რომელიც ეკეთებდა საეჭვო რაღაცეებს. გიორგიც აგრძელებს გამოძიებას და აპრილში 2022 წელს ის აკეთებს კიდევ ერთ აღმოჩენას, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ის პოულობს დოკუმენტს, რომელიც არის ხელნაწერი ჩანაწერი და თარიღებული 1995 წლის ივნისით, ერთი თვით ადრე ჭანტურიას სიკვდილის წინ. ეს დოკუმენტი არის ჩანაწერი შეხვედრისა, რომელიც მოხდა ჭანტურიას კაბინეტში, ამბობს გიორგი. ჩანაწერი გაკეთებულია ირაკლიმ ის მიერ, ფინანსური მდივნის მიერ. და ის აღწერს საუბარს, რომელიც მოხდა ჭანტურიასა და ორ უცნობ ადამიანს შორის. ჩანაწერის მიხედვით ეს ორი ადამიანი მოვიდნენ ჭანტურიასთან და უთხრეს, რომ ისინი იყვნენ წარმომადგენლები ჯგუფისა, რომელიც აფინანსებდა პარტიას. ისინი უთხრეს ჭანტურიას, რომ ისინი არ იყვნენ კმაყოფილი იმით, როგორ გამოიყენებოდა ფული. ისინი უთხრეს, რომ ისინი მოელოდნენ უფრო კონკრეტულ შედეგებს. ჩანაწერი ამბობს, რომ ჭანტურია გაბრაზდა, ამბობს გიორგი. ის უთხრა მათ, რომ ის აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო, რომ მიეღწია მიზნებისთვის. ის უთხრა, რომ პოლიტიკა არის რთული და რომ შედეგები არ მოდის ერთ დღეში. მაგრამ ისინი არ დაკმაყოფილდნენ. ისინი უთხრეს, რომ თუ ის არ მიაღწევდა უფრო კონკრეტულ შედეგებს, ფინანსირება შეწყდებოდა. რა იყო ეს კონკრეტული შედეგები, რომლებსაც ისინი მოელოდნენ? რა მოითხოვდნენ ისინი ჭანტურიასგან? და რა მოხდებოდა, თუ ჭანტურია არ შეასრულებდა მათ მოთხოვნებს? ჩანაწერი აგრეთვე ამბობს, რომ ჭანტურია შეხვედრის შემდეგ იყო ძალიან შეწუხებული. ირაკლიმ წერს, რომ ჭანტურია უთხრა მას, რომ ის გრძნობდა, რომ ის იყო ხაფანგში, ამბობს გიორგიც. ის უთხრა, რომ ის მიიღო ფული, რომელიც დაეხმარა მას ააშენა ძლიერი პარტია, მაგრამ ახლა ის გრძნობდა, რომ ეს ფული იყო ხაფანგი. ის გრძნობდა, რომ ის იყო დამოკიდებული ამ ადამიანებზე და რომ ისინი მოითხოვდნენ რაღაცეებს, რომლებსაც ის არ სურდა გაეკეთებინა. რა იყო ეს რაღაცეები, რომლებსაც ჭანტურია არ სურდა გაეკეთებინა? ჩანაწერი არ ამბობს კონკრეტულად, მაგრამ ის მიუთითებს, რომ ეს იყო რაღაც, რაც ეწინააღმდეგებოდა ჭანტურიას პრინციპებს. ირაკლიმ წერს, რომ ჭანტურია უთხრა მას, რომ ის ფიქრობდა, როგორ გამოსულიყო ამ სიტუაციიდან, ამბობს გიორგი. ის ფიქრობდა, როგორ შეეწყვიტა ფინანსირება ამ ადამიანებისგან და იპოვა ახალი წყაროები. მაგრამ ის აგრეთვე იცოდა, რომ ეს იყო ძალიან რთული, რადგან ეს ადამიანები იყვნენ ძალიან ძლიერები და ძალიან საშიშები. ეს ნიშნავს, რომ ჭანტურია თავისი სიკვდილის წინ იყო კონფლიქტში იმ ადამიანებთან, რომლებიც აფინანსებდნენ მას. ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობდა გამოსულიყო მათი კონტროლიდან. და ეს აჩენს კითხვას, იყო თუ არა ჭანტურიას სიკვდილი დაკავშირებული ამ კონფლიქტთან? მოკლეს თუ არა ის იმ ადამიანებმა, რომლებიც აფინანსებდნენ მას, რადგან ის აღარ ასრულებდა მათ მოთხოვნებს. ეს არის ძალიან სერიოზული ვერსია, ამბობს გიორგიც, და ეს არის ვერსია, რომელიც საჭიროებს სერიოზულ გამოძიებას. მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ჭანტურიას მკვლელობის საქმე არასოდეს გამოძიებულა სათანადოდ. ოფიციალური ვერსია არის, რომ ის მოკლეს ყაჩაღებმა, რომლებიც ცდილობდნენ გაეძარცვათ ის. მაგრამ ბევრი ადამიანი არ სჯერა ამ ვერსიას. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, რომელიც ორგანიზებული იყო ადამიანების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ძალა და ინტერესები. გიორგიც ცდილობს გაიგოს მეტი ჭანტურიას მკვლელობის შესახებ და უკავშირდება რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მუშაობდნენ იმ საქმეზე. მე ვისაუბრე ერთ-ერთ ყოფილ გამომძიებელთან, რომელიც მუშაობდა ჭანტურიას მკვლელობის საქმეზე, ამბობს გიორგი. ის მითხრა, რომ გამოძიება იყო ძალიან ზედაპირული. ის მითხრა, რომ ისინი არ გამოიძიებდნენ ყველა ვერსიას, არ ეძებდნენ ყველა მტკიცებულებას. ის მითხრა, რომ ჩანდა, რომ ვინმე არ სურდა, რომ ჭეშმარიტება გამოვიდა. რატომ არ სურდა ვინმეს, რომ ჭეშმარიტება გამოვიდა? ვინ იყო დაინტერესებული, რომ ჭანტურიას მკვლელობა დარჩენილიყო საიდუმლოდ? და რა არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ დამალულია? დღეს 27 წლის შემდეგ ჭანტურიას სიკვდილის შემდეგ, გიორგიც და მისი გუნდი აგრძელებენ გამოძიებას. ისინი აგრძელებენ ძიებას დოკუმენტებისა, ჩანაწერებისა, მოწმეებისა. ისინი აგრძელებენ ცდას გაიგონ ჭეშმარიტება იმის შესახებ, საიდან მოდიოდა ფული, რომელიც აფინანსებდა ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც აფინანსებდნენ მას, და რა იყო ნამდვილი ფასი ამ ფინანსირებისა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვერ ვიპოვით ყველა პასუხს, ამბობს გიორგი. ბევრი დოკუმენტი დაიკარგა, ბევრი მოწმე გარდაიცვალა, ბევრი საიდუმლო დარჩება საიდუმლოდ სამუდამოდ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცდას, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხს აქვს უფლება იცოდეს ჭეშმარიტება.
ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ვინ იყო გია ჭანტურია, პატრიოტი, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თუ პოლიტიკოსი, რომელიც აკეთებდა საეჭვო გარიგებებს საკუთარი ამბიციებისთვის. ან შესაძლოა ორივე. რას ფიქრობთ თქვენ? ვინ იყო გია ჭანტურია? და რა არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება გამოცხადებას საიდუმლო სალაროს ჩრდილებში?